მადლობა, აის ძალიან გემრიელი იყო. წავიდეთ ვარჯიშოთ? წავედით. არაფრის გოგოებო. ბაჭიები ძალიან მაგრები არიან. ბაყაყები მაგრები არიან, საუკეთესოები არიან, აუცილებლად გაიმარჯვებენ. გოგოებო, ჩვენი სლოგანი სულელური მეჩვენება, ხო, მაგრამ სხვა არ გვაქვს. კარგი, თავიდან. ბაყაყები მაგრები არიან, ბაყაყები საუკეთესოები არიან, ბაყაყები გაიმარჯვებენ. გოგოებო, ყველას გახსოვთ ჩვენი ახალი მოძრაობა? კი. ჯანდაბა, კი ვივარჯიშე. ძალიან კარგი, ახლა ვნახავ რა შეგიძლიათ. გოგოებო, ძალიან სუსტები ხართ. ბლონდი, მოდი არ გინდა, არ დაგავიწყდეს, ჯერ არ ხარ კაპიტანი. ერთ-ერთი თქვენგანი ვერ გავხდები, მაშინ უკეთესად გვავარჯიშე. მის მინეჟენია ახლა რაღაცას მოიფიქრებთ, თორემ ორივეს გამოგცვლით. ვისში გაგცვლი? ლუზერებში? ბაყაყებო, განთავისუფლეთ დარბაზი, ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ. ხო, ჩემპიონებმა. თქვენ ჩემპიონები არ ხართ, უბრალოდ ტრაბახობთ. ნერვებს მიშლით ბანი. ნუ ეუხეშებით დედოფლებს. კარგით. გოგოებო, ახლა უნდა ვივარჯიშოთ ჩვენი ახალი მოძრაობა. ყველამზად ხართ? კი. დავიწყეთ. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი მაგარია! გამარჯვება! ბანისთან მოვა! გამარჯვება! ყოჩახ გოგოებო, მაგრამ ახლა ერთხელ კიდევ გავაკეთოთ. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი მაგარია! გამარჯვება! ბანისთან მოვა! გამარჯვება! კოსტა არ შემიძლია, ის ძალიან ლამაზი აქვს, ცნობები ისევ გამიჩნდა. მოკლედ იმა, მე უნდა გადაგარჩინო. ბებია ჩემა პიცა გამოაცხო, გაკვეთილების მერე წავიდეთ, გავისეირნოთ, პიცა ვჭამოთ და რამე ვითამაშოთ. არა კოსტა არ შემიძლია, ახლა დიანასთან უნდა შევიდე და ჩემი დაწერილი ლექსი წაუკითხო. დიმა, არა, იცოდე, მაგ ლექსს თუ წაუკითხავ, შენსკენ აღარც გამოიხედავს. კოსტა, ამბობ, რომ ჩემი ლექსი ცუდია? არა, დიმა, ვერ გაიგე. ლექსი ძალიან კარგია, მაგრამ ამას დიანა ვერ გაიგებს. ახლავე გავარკვევთ, გაიგებს თუ ვერ გაიგებს. ხო, ჩემთან ხარ? ხო, შენთან ვარ. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი მაგარია! გამარჯვება! ფეხბურთელებო, აქ სხვათა შორის ვარჯიშობთ და დაკავებულები ვართ. ხო, ბიჭებო, ხელს გვიშლით. აი, დამღალეთ უკვე, ეს საბავშვო ბაღი კი არ არის, ჩირლდერების დარბაზია. დიანა, მე ვუთხარი, მაგრამ არ მისმენს. კარგი. აბა, გისმენ, რა ხდება? 10 წამი გაქვს და დრო გაგდის, რო იცოდე. 1, 2, 3. მოკლედ, დიანა, შენთვის ლექსი დავწერე და მინდა წაგიკითხო. დიანა, მიდი მოусმინე. დიანა, შენ ვარსკვლავი ხარ და ეს ლექსი შენთვისაა. 6, 7, ჯანდაბა, დაიწყო ისევ. მისმა გრძნობებმა ისევ გაიღვიძა. ხო, ეს რაღაც ლექსიც კი ლამაზია, მოდი მოვусმინოთ. დიმა, სხვათა შორის მოსმენილი მაქვს შენი ბევრი რაღაც და ისეთი კარგი არ არის. კარგი მაინც გისმენ. დიანა, ამ ლექსს ერთი კვირა ვწერდი. შენი პოსტი მალიბუს სანაპიროდან ჩემი საწოლის ზემოთ კიდია. ყოველდღე მხოლოდ შენზე ფიქრით ვიძინებ, მაგრამ როცა ვიღვიძებ, მომაღლა ვტირი. სად ხარ? აი აქ ხარ, შენ სულელი ხარ, სმაილი გიყვარს, როგორც ბრმაქალს. ეს ყაბაყი ჯიშის ვირია, ის არ არის მომწიფებული შენთვის. მე ვარ მაგარი, გთხოვ, დამინახე. ბრავო დიმა, ბრავო. ძალიან მიხარია რომ ასეთი მაღალი თვით შეფასება გაქვს, მაგრამ გთხოვ, სმაილს შეეშვი და მეც აღარ დამიწერო ეს ლექსები. დიმა, არ დააფასო. მესმის დიანა, შემდეგ ლექსში სმაილზე აღარ დავწერ. წავიდეთ კოსტა. ჯანდაბა, როდის შეწყვეტს ამ ყველაფერს დიმა? არა, სხვათა შორის მაგარი იყო. ხო, მაგრამ ხომ უნდა შეწყვიტოს. კარგი გოგოებო, დედოფლები საუკეთესოები უნდა იყვნენ. კიდევ ერთხელ ვივარჯიშოთ. მიდი. გამარჯვება! ბანი მაგარია! ჯიჯი, გისმენ. აის, კოღო ვიპოვე ამ ჭიქაში, შეხედე? საოდ მაჩვენე. აის, აი აქ. ჯიჯი, ახლა სიცივია, ბუზები არც დაფრინავენ. უბრალოდ მითხარი რომ ახალი ყოვა გინდა, რადგან ეგ უკვე ნახევრად დალიე. აის, რატო არ გესმის? ჯიჯი ამბობს რომ მან ბუზი დაინახა და ახლა ახალი ყოვა ჭირდება. კარგი ჯიჯი, მაშინ ბუზი მაჩვენე. დაიხრჩო უკვე. დაიხრჩო ხო? მაშინ ბოლომდე დალიე. მერე მაჩვენე ბუზი სად არის და მაშინ ახალს მოგიტან. ჯიჯი, რატო არ დაიჯერო? ეს კოღო ძალიან პატარაა, შემდეგში ტარაკანეს მოვიტან. აბა სიყვარულის სამკუთხედო, რომელიც არ მუშაობს, რამეს შევუკვეთავთ? კაფეში უბრალოდ რო ვისხდეთ, შეკვეთის გარეშე არ შეიძლება? დათუნია, დაწყნარდი, აის, უბრალოდ ფიქრობდი რა შეგვეკვეთა, ბროვასტი? აის, ჯულის ბანანის შეიგი მოუტანე. კარგი და თქვენ რა გინდათ? მე პიცა მინდა, ორმაგი ძეხვით და ბევრი პომიდორით და ბრაუსი იხდის. ხო, ბრაუს. კარგი ბროვასტი, ამ ერთხელ გადაიხადე რომ თავი დაგვანებოს. უიხო და აის მეც პიცა მინდა ორმაგი სოსისით და ორმაგი პომიდრით. კარგი, მილკშეიკი და 2 პიცა და ბრაუს შენ? მე არაფერი ფული აღარ დაგვრჩა. გასაგებია ბრაუს.
Яна, უბრალოდ წარმოიდგინე, ყველა ჩვენთან მოვა. მეგობრებო, რომ ახლა ჩვენი დრო იქნება, ჩვენ უნდა ვიბრწყინოთ. ხო, აი მაგარია, გენიოსი ვარ. ხო, ვიცი, გითხარი რომ გენიოსი ვიყავი. წავედით. ბავშვებო. რამის გამოცხადება თუ გინდათ ამას კაფეში ნუ აცხადებთ, ამისთვის სპეციალური დაფა არსებობს. აი, ეს შენს დაგაინტერესებს. ბავშვებო, ჩირილდერობა წარსულს ჩაბარდა. ახლა ახალ რაღაცას გთავაზობთ. ცეკვა. ხო, წარმოიდგინეთ, ცეკვა ძალიან მაგარი იქნება. ეს თუ ბალეტია, მაშინ კი თანახმავარ. პატრიკ, უბრალოდ წარმომიდგინე იმ ტანსაცმელში ძალიან მაგარია. ჯიჯი, ბალეტი არა. ჯიჯი, ბალეტი შენი ნამდვილად არ არის. უფრო მაგარი იქნება. აუ, ბროვასტი, ცეკვაო, ნახე რა მაგარია. როგორი ცეკვები იქნება? ჯული, ძალიან მაგარი ცეკვები. კარგით, დღეს გელოდებით საცეკვაო დარბაზში 6 საათზე. ხო, და იცოდეთ არ დაგავიწყდეთ. მოდით, ბიჭებო, თქვენს გელოდებით. გავაბრწყინოთ ეს სკოლა. მეგობრებო, ნუ მოტყოდებით, ხო იცით, ვერთხელ ცეკვა არ შეუძლიათ. იცით რა გოგოებო, როგორ მიყვარს ჩვენი კალათბურთელები, როდესაც ნორმალური კალათბურთელები არიან. ხო, იმ ყველაფრის გარეშე. ხო, მაქსიმალური ძალით და სიმამაცით. ბიჭებო, მგონი ისევ მოდური ვხდები. ხო, ჩვენც. ბიჭებო, სასაცილო არ არის. ჯანდაბა კიდევ დაუბრუნდით? ხუმრობენ. გოგოებო, უბრალოდ ხუმრობთ, მოდურობის დრო მორჩა. ბიჭებო, ეგრე აღარ იხუმროთ. მოიცადე, მან რა ნახეთ, რა ვაუ. არ გინდათ რომ ჩვენც გვაჩვენოთ? არაფერი, უბრალოდ ბავშვობის მეგობრებმა ტუჩები გაიზარდა და ძალიან მაგარია. ეს არ არის უსკობს და ძალიან უხდება. მის მინეკნოპ ადრე არ თქვეს რომ არ მოსწონდათ გოგოები ბოტოქსით? ხო. სმაილ, შენ ადრე არ მითხარ რომ ჩემი ბუნებრივი ტუჩები გირჩევნია? სმაილ, კიდე გაქვს ფოტოები, მაჩვენე, მაგს არა. დიან, არა, მას ძალიან უხდება დიდი ტუჩები, მაგრამ შენ გეკრძალო რომ ასე გაიგეთო. კარგი, ესე იგი შენ მოგწონს შენი ბავშვობის მეგობრის ტუჩები, მაგრამ მე უარს მეუბნები? გასაგებია ყველაფერი. კარგი. ესენი მართლა ვერ არიან. ჩვენი გოგოები გვინდა ბუნებრივები იყვნენ. კარგი, ვარჯიში გავაქცეოთ. აბა კარინა, რა დაწერე? აი მასწავლებელო მაიკ. კარინა, რანაირად ამას უკვე მე-20 ჯერ ვწერთ. რა გავაკეთო? არ მესმის ეს ესპანური და რა ვქნა? არა, თავიდან დაწერე, სანამ ამას სწორად არ დაწერე, არ შეგეშვები. მასწავლებელო მაიკ, ჩემმა მშობლებმა გითხრათ რამდენი ხანი უნდა მომეცადინოთ? 1 თვე თუ უფრო მეტი? კარინა, შემიძლია სკოლის დამთავრებამდე. Hola, soy Karina, te amo. რა არის ეს? კარინა, te amo რა არის? ახლა სიყვარულზე კი არ ვწერთ, დამატებით გაკვეთილზე ვართ. მასწავლებელო მაიკ, არ შემიძლია მხოლოდ კოსტა მაქვს ხონებაში. გოგოებო, ახლა მივიდეთ მასწავლებელ მაიკთან და ვუთხრათ, რომ ცალკე ოთახი გამოგვიყოს ჩვენ ვარჯიშისთვის, ხო? ხო, რომ მხოლოდ ჩვენ ბაყაყებმა ვივარჯიშოთ იქ და ბანი მცხვირი არ შემოყოს არც ერთხელ. კარგი, წავედით მაშინ, წავედით. მასწავლებელო მაიკ, გამარჯობა. გომბეშვებო, გადით, დამატებით გაკვეთილი გვაქვს. მაგრამ მასწავლებელო მაიკ ძალიან მნიშვნელოვანია. ბანისაც ეხება. მასწავლებელო მაიკ, თავისუფალი ვარ? დაწერა გააგრძელი და ბაჭიებთან რა მოხდა? მასწავლებელო მაიკ, ძალიან სწრაფად გვჭირდება ცალკე ოთახი. ხო, დღეს შევედით დარბაზში და ბანიმ გამოგვყარა. ყველა ერთად. ხო, მათ გამო ვეღარ ვარჯიშობთ და ვსუსტდებით. ბაყაყები როგორც ყოველთვის. გომბეშვებო, ახლა სად უნდა გიშოვოთ სავარჯიშო ადგილი? მეორე სართულზე და უნდა დააწეროთ მხოლოდ ბაყაყებისთვის. გთხოვთ მასწავლებელო მაიკ. გოგოებო, ხო გესმით რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ კარგი, ვეცდები. მასწავლებელო მაიკ, მეცადინეობთ ესპანურს თუ ბაყაყებს ვესაუბრებით? ლუზერო, გაჩუმდი. ხო, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს აქ, ვიდრე შენი დამატებითი გაკვეთილები. მასწავლებელო მაიკ, მადლობა. ეს ჩილიდერი გომბეშვები უკვე თავს მდგენენ. მასწავლებელო მაიკ, მოგატყუეს. მან რა დაწერე? აუ, არ დამიწერია ჯერ. კარინა, დრო ასწავლაზე იფიქრო და სიყვარულს შეეშვა. ვფიქრობ, მასწავლებელო მაიკ, ვფიქრობ და კოსტაზეც. ბავშვებო, ძალიან გვიხარია აქ რომ გხედავთ ყველას. ხო, შესანიშნავი მოცეკვავეები გამოხვალთ. ნებისმიერი კარი თქვენთვის ღია იქნება და ყველანაირ შეჯიბრზე გახვალთ. ხო, მოდით, მზად ვარ, დავიწყოთ. მინდა შოუებში მონაწილეობა. ჯული, გაჩერდი. გოგოებო, დაიწყეთ თქვენი გაკვეთილი, გელოდებით. ყურადღება, ახლა იწყება ცეკვის გაკვეთილი. გვიყურეთ და გაიმეორეთ. გვერდი, ხელი და აი ასე. მიდით, გვერდი, ხელი და შემდეგ ასე.
ფეხი, მოიცადე ბროვასტი, ფეხები სადღაც დაფრინავს. ხო, გაჩერდით. კარგი, საუკეთესოები უნდა გახდეთ. ვცდილობთ. გვერდი, ხელი და შემდეგ ასე. ბავშვებო, ახლა ნაზად უნდა გააკეთოთ, ხო? ძლიერად არქნათ. მოიცადეთ, ბავშვებო, საიდან იცის ამ შოუმ ჩვენს შესახებ? მართლა მივიღებთ მონაწილეობას თუ გვატყუებთ? ჯული, რა გულუბრყვილო ხარ? რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრ შოუსთან გვაქვს კონტაქტი. ჯული, ჩვენაირად იმოძრავეთ და ჩვენ დაგაკავშირებთ და კასტინგზე მიხვალ. კარგი, ახლა შემდეგი მოძრაობა, გავაგრძელოთ. ვა, გასაგებია, ყველაფერი ჩემ ხელშია. მიდი, ჯული, რომ იცოდე პირველი მე მივალ კასტინგზე. მეგობრებო, რუიანის მოძრაობა გამომდის? ხო, წესით გამოგდის. არა, ძალიან ცუდია. შეხედე მე რუიანს როგორ ხატავ. არა რა გოგოებო, ეს ნორმალურია. სმაილის ბავშვობის მეგობარმა სერებრინამ ტუჩები გაიზარდა და გაუცებულია სმაილი. იცი რა გადავწყვიტე? მეც უნდა გავიზარდო ტუჩები. დიანა, მეც გავგიჟდი, მართლა. დიანა, ტუჩები არ გაიზარდა, ხომ იცი სმაილი ძალიან გაბრაზდება და ვფიქრობ, რომ რაღაც არ მოგიხდება. არა გოგოებო, ვერ გამიგეთ. სმაილი თავის ადგილას უნდა მივაყენო, იმიტომ რომ სასაცილო არ არის, როგორ მოსწონს ამ ვიღაც თავისი მეგობრის ტუჩები. საერთოდ არ მეცინება. კარგი დიანა, ხელს აღარ შეგიშლით, წადი, გაიზარდე ტუჩები. ხო, და მე ჩვენთან ტირვილთ არ მოხვიდე სმაილი რომ აღარ იქნება შენთან. გოგოებო, სერიოზულად გგონიათ რომ ეგეთი სულელი ვარ რომ წავიდე და მართლა ბოტოქსი გავიკეთო? იმით დავიწყოთ რომ სპეციალური ტუჩსაცხი არის და მაგის წასმას დავიწყებ. და მე ეგ რას მოგიტანს მხოლოდ რამდენიმე საათით ზრდის ტუჩებს. დიანა, ეგ გამოსავალი არ არის. გოგოებო, სწორედ ეგ მჭირდება რამდენიმე საათი და ვნახავ სმაილს როგორ რეაქცია ექნება და თუ მოეწონება, ხვალ მართლა წავალ და მართლა გავიზრდი ტუჩებს. შესანიშნავია დიანა, უკეთესად ვერც მოიფიქრებდი. კარგი დიანა, მოდი, მაგრამ გააქვს ეს ტუჩსაცხი? არა, მე არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ჩერლდერის მწვრთნელის ჩანთაში დევს. კარგი, ოღონდ მთავარია ვერ გაიგოს მწვრთნელმა. ხო, და მე უკან დაუბრუნებ. კარგი, ჯერ წავისვამ ტუჩებზე, რამდენიმე წუთით დაველოდები. რაღაცა მწარეა. ვაიმე, ამეწვა. ხო, რა თქმა უნდა, წიწაკა აქვს. და ამის შემდეგ ტუჩსაცხს წავისვამ ტუჩებზე და მერე სმაილი დაინახავს ჩემს ტუჩებს. არის. მეგობრებო, პიცა აღარაა, შემიძლია სალათი გაგიკეთოთ. სალათი, კარგი ცეზარი იყოს. მე ბერძნული სალათი მინდა. მე რამე ხილით მინდა. კარგი გასაგებია, მადლობა გაგებისთვის. კალათბურთელებო, მალე ჩვენი საკუთარი სავარჯიშო ოთახი გვექნება. არ მოხვალთ ჩვენთან ერთად ეს დაპატიჟებაა? მაგარია და ეგ სად იქნება? როგორც ჩანს გომბეშვები სხვა სკოლაში გადადიან. არა, მასწავლებელი მაიკი მეორე სართულზე ოთახს გვითმობს, გაიგეთ? ვა, მაგარია. აი, სად ხარ? ჩვენი სალათები მოგაქვს, ძალიან მშია. კარგი გოგოებო, შევიდეთ და ახლა ვნახოთ სმაილის რეაქცია. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ მართლა წავალ და გავიკეთებ ტუჩებს. დიანა, ისედაც ულამაზესი იყავი. უნდა. კარგი, წავიდეთ. გოგოებო, კარგად გამოვიყურები აბა გაზრდილი ტუჩებით? ნუ, ხო. გოგოებო, გამარჯობა, საჭმელი თქვენთვის არ შეგვიგეთავს. ძალიან კარგი, მოკლედ სმაილ, ასეთი რაღაც მოხდა. ოღონდ სმაილ, უნდა დაგვირდე რომ წესიერი რეაქცია გექნება. მოვიდნენ და არც გვაცადეს კალათბურთელებთან საუბარი. არა უშოს გოგოებო, ვარჯიშს გავაგრძელებთ და უკეთესები ვიქნებით და მე კალათბურთელები თვითონ დაგველაპარაკებიან. დიანა, პირზე ხელს ასე რატო იფარებ? ნიორი ხო არ შეჭამე? სასაცილო არ არის სმაილ, არა, ხახვი არ მიჭამია. ბაყაყებო, შეგიძლიათ გახვიდეთ კაფედან, სმაილს რაღაც უნდა ვაჩვენო და პირადულია. დიანა, მიდი აჩვენე. ხო, ახლა გვაინტერესებს, ისედაც სულ გარეთ ვართ. დიანა, რა ხდება? ხელი მოიშორე პირიდან, შენ სახეს ვერ ვხედავ. გოგოებო, კარგი სმაილ, ოღონდ იცოდე არ იყვირო. მოკლედ სმაილ, ტუჩები გავიზარდე. რა? ტუჩები გაიზარდა? ოჯახ დიანა, ოჯახ, მე რა გითხარი? ხო გითხარი ამის წინააღმდეგი ვარ თქო. არა სმაილ, მოიცადე, შენ ხო მოგეწონა შენი მეგობრის ტუჩები. ხო და მეც გადავწყვიტე რომ გამიზარდა და ჩემი უარესი არ არის. ვა, ეს სმაილის მეგობარზე უფრო დიდია. არა, ტუჩები მაგარია, მაგრამ ფერი არ უხდება. დიანა, თუ გინდა ჩემი შეყვარებული იყო, არ ვიცი როგორ, მაგრამ ძველი ტუჩები დაიფუნე. ეს გოგოები ბიჭებისთვის რას არიზამენ? სმაილ, ეს არ მოგწონს, არა? არ მოგწონს? იცი რა, შეუძლებელია უკან დაბრუნება უკვე გაიზარდა. ხო და 6 თვე დასჭირდება უკან დასაბრუნებლად. კარგი დიანა, მაშინ ნახევარი წელი დაგელოდები, სანამ ტუჩები დაგიპატარავდება და სალათი აღარ მინდა. მოიცადე სმაილ, მართლა არ მოგწონს ჩემი ტუჩები? არ მომწონს, ყოველთვის ვამბობდი რომ არ მომწონდა. კარგი სმაილ, მაშინ სიმართლეს გეტყვი. სინამდვილეში არ გამიზრდია ტუჩები.
ეს არ არის გაზრდილი. ხო, უბრალოდ ტუჩსაცხიუსვია ეგეთი და 2 საათში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. რაზე ლაპარაკობ დრაკულოსი? მოკლედ დიანა, გეუბნები, ხოლმე თუ ნორმალური ტუჩები არ გექნება, ჩვენი ურთიერთობა მორჩა. დიანა, კიდევ კარგი რომ მართლა არ გაიზარდე ტუჩები, ხო? ასეთი გაბრაზებული რატოა დიანოს უხდება? დაგავიწყდა რომ ბუნებრივი გარეგნობა მოგწონდა. მოკლედ დიანა, სულ ესაა, მე წავიდე. არა სმაილ, მოიცადე, სიმართლეს გეუბნები. ჩვენს გასახდელ ოთახში არის ტუჩსაცხი, რომელიც წავისვი და ტუჩები დიდი გამიხდა. თუ არ გჯერა, წამოდი, შენ წაგისვამ და ნახავ. მართლა გეუბნები. სიმართლეა სმაილ. ხო, ტუჩსაცხი არის ჩვენი მწვრთნელი. კარგი დიანა, წავიდეთ, მაგრამ თუ მომატყუე 6 თვეში დავშორდებით. არა სმაილ, სიმართლეს გეუბნები, წავიდეთ და გაჩვენებ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და სმაილს დავუმტკიცო, რომ ეს ტუჩები მართლა გაზრდილი არ არის და ტუჩსაცხი მისვია, წავედით. გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი ყველაზე მაგარია! გამარჯვება! აუცილებლად გავიმარჯვებთ! გამარჯვება! ბანი საუკეთესოა! ბანი ყველაზე მაგარია! გამარჯვება! აუცილებლად გავიმარჯვებთ! სამჭიქაში ხო. კარგი ბროვასტი, გადაუხადე ამ ერთხელ რომ თავი დაგვანებოს და მე მინდა პიცა. არა დიანა, მას ძალიან უხდება დიდი ტუჩები, მაგრამ გიქცალო რომ შეც გაიგეთო.